აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით აფხაზეთის საჯარო სკოლებში არსებული ვითარების გაცნობას. გიორგი ჯინჭარაძე განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად ამჯერად აფხაზეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე დირექტორსა და მასწავლებლებს შეხვდა. მათი საჭიროებები პირადად მოისმინა და სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებზე იმსჯელა. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები და საომავლოდ ცენტრალურ მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაციით აქტიურად გავაგრძელებთ იმ პირობების შექმნას, რომელსაც იმსახურებენ ჩვენი მოსწავლეები. ვეწვიეთ ნომერ მეორე საჯარო სკოლას, რათა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გვეინახა შესრულებული სამუშაოები. ეს სამუშაოები კიდევ გაგრძელდება, რათა ჩვენმა ახალგაზრდებმა სრულფასოვან გარემოში მიიღონ განათლება. ჩვენ სკოლას ყოველთვის ვცდილობენ, რომ გაუწიონ შესაძლებლობების ფარგლებში გარკვეული დახმარება, შეაფასეს ადგილობრივად სიტუაციები, დაეძინეს საგაკვეთილო პროცესებს, განვიხილეთ სამომავლოდ სხვადასხვა საერთო პროექტები, რომლებიც მოსწავლეების განვითარებას და პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.